რა არის კოსმოენერგეტიკა, რას ნიშნავს ენერგიებით მკურნალობა და წმენდა. დღეს ამ საკითხზე მინდა რომ გესაუბროთ ორიოდე სიტყვით. მე როგორ მუშაობ წმენდის პრაქტიკებზე. წმენდის დროს მე პირველ რიგში არ ვიყენებ რაიმე განსაკუთრებული ინსტრუმენტს, მაგალითად ცვილს, ან მსგავს რამეს, მე ვმუშაობ სუფთა ენერგიებზე და ენერგიებით მკურნალობაზე. კოსმოენერგეტიკა ზოგადად ნიშნავს, რომ კოსმოსში, სამყაროში არის სხვადასხვა ენერგიები, სამკურნალო ენერგიები, რა თქმა უნდა, გამწმენდი ენერგიები, რომლებიც ეხმარება ადამიანს მოიხსნას ბლოკი, შეიძლება ეს იყოს როგორც მაგიური ბლოკი, ისე გარკვეული შინაგანი ბლოკი. არ არის საწყობი ყველაფერი მაგიური დარტყმისგან იყოს წამოსული ადამიანზე, შესაძლებელია უბრალოდ ცხოვრების წესიდან გვაბნარიან ბუნებრივად თანდაყოლილად, აქვს გარკვეული ენერგეტიკული ველი დაზიანებული და ამ ყველაფრის გასწორება ხდება და კოსმოენერგეტიკაში არსებობს ძალიან ბევრი სამკურნალო ენერგია, რომელიც ერგება ადამიანს და მის საჭიროებებს. მე მაგალითად ესეთ ტიპის ენერგიებს ვიყენებ. ერთ-ერთი ესეთი ტიპის არის რეიკის ენერგია, რომელიც ყველაზე უფრო პოპულარულია ხოლმე საქართველოში. შეიძლება ყველა მარც იცით, მაგრამ არსებობს. ეს უკან ფონზე რეიკის სიმბოლო მაქვს, ვინც ჩოკურეის ცნობთ, გეცოდინებათ, მაგრამ მხოლოდ მას არ ვიყენებ. ასევე არსებობს ბუდისტური ბლოკი, პირველი მაგიური ბლოკი კოსმოენერგეტიკაში და ამ ენერგიების მეშვეობით არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება, შეიძლება გარკვეული პრობლემა რაც ადამიანს გააჩნია, მარტო მედიკამენტოზური ჩარევით არ იყოს, არ ექვემდებარებოდეს მკურნალობას და ენერგეტიკულადაც საჭირო იყოს მისი გათავისუფლება, მისი გახსნა, გაშვება და ეს ბლოკი რაც არის, ამისგან გაწმენდა. ამ მხრივაც ვეხმარები ადამიანებს, აქ ასევე კოსმოენერგეტიკის ენერგიებით, როგორც გითხარით, მაგიური ბლოკების მოხსნა შესაძლებელია, მიჯაჭვულობების მოხსნა, ურთიერთობებში, შეიძლება ტრაუმული სიტუაციები გაქვთ, პარტნიორული მიჯაჭვულობა, ან რაღაცა სიტუაციაზე ხართ მიჯაჭვული. აქ არის ფინანსური სიტუაციებიც, რომლისგანაც შეიძლება დაბლოკილია, აქ შეიძლება საგვარეულო პროგრამებია და ამ პროგრამებისგან გათავისუფლებაც ხდება, ამ ენერგიების წყალობით და დახმარებით. ეს უკვე ინდივიდუალურია, საჭიროებიდან გამომდინარე, ვის რა ჭირდება, როგორ ჭირდება, რა დოზით ჩარევა და დახმარება და ასე შემდეგ. მე ამ მიმართულებით მუშაობ, ტექნიკურად როგორ მუშაობ, რომ მაგალითად ეს არის მენტალური მაგიის მიმართულება, როცა ადამიანს გაქვს გამტარობა ენერგიების და შეიძლება იყოს გამტარი და გამცემიც სხვისთვის გამცემიც. მე მაქვს ინიციაციები მიღებული და აქედან შეიძლება სხვას გადავცე და სხვას გავუგზავნო ის ენერგია, რომელიც მას ჭირდება და გამოიყვანს და განკურნოს და დაეხმარება. ვისაც გაინტერესებს წმენდები და მსგავსი მიმართულება, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში.